მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში, ვსაუბრობთ იმ ქმედებებზე, რომელსაც დილიდან ახორციელებს ხელისუფლება, აქტივისტები, სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში, იცით რომ ჩაატარა ჩხრეკები, რამდენი ადამიანს შეუვარდნენ დილიდან, მათ შორის ბავშვები, მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით, გაჩხრიკეს ეს ხალხი. აღძრული არის მას წინააღმდეგ საქმე საოცარი ბრალდებებით, კიდევ ერთხელ წაგიკითხავთ ამ ასე ვთქვათ მუხლების ფორმულირებას. საქმე ეხება საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის სტრულ საქმიანობაში დახმარების საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიება სპარგლებში ხდება ეს ყველაფერი. ჩვენთან სტუმრად არიან ტატო ქელბაქიანი, ორგანიზაცია პრევენცია პროგრესისთვის გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი დავითური, IDF-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი. გიორგი, თქვენთან უნდა გადმოსულიყავი რეკლამის შემდეგ. აქ ტატო საუბრობდა მის შესახებ რა ბედი გველის შემდეგში. ანუ სადამდე შეიძლება ეს ყოფილი წავიდეს და ამაზე რა რეაქცია შეიძლება ქონდეს საზოგადოებას. როგორ შეუძლია ამას უპასუხოს საზოგადოება? პირველ რიგში არის რომ ახლა არის გადამწყვეტი მომენტი რა გავდივართ ეტაპობრივად ეგრეთ წოდებული ტრანსფორმაციის ეტაპს და რის მიხედვითაც გადაწყდება ქართული ოცნება მიაღწევს თუ არა თავის მიზნებს, ავტოკრატიულ მიზნებს, რომელიც გამოიწვევს უცილებლად გამოიწვევს საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე გავლენას. საგარეო პოლიტიკაზე გავლენას და თუ ჩვენ ანუ იზოლაცია შეიძლება გამოიწვიოს ამას სრული იზოლაცია საქართველოსი ცივილიზებული ქვეყნებიდან. ცივილიზებული ქვეყნებიდან ჩვენი იზოლაცია ნიშნავს საქართველოს ინტერესების არსებითად დაზიანებას, განსაკუთრებით არაღიარების პოლიტიკის დაზიანებას და მთლიანობაში იზოლირებული საქართველოს რჩება რუსეთთან მარტო. რუსეთთან მარტო რამდენჯერად საქართველო დარჩენილა, რა მომხდარა, ამაზე მგონი არ ვიცი უახლოეს ისტორიას საშუალო განათლების მქონე ადამიანებს ახსოვთ რა შეიძლება მოხდეს ამასთან დაკავშირებით. სადამდე შეიძლება წავიდეს ქართული ოცნება ამ რეპრესიების მიმდინარეობისას, ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალს მხოლოდ იმას, როცა საზოგადოების განწყობები იტესტება, საზოგადოების წინააღმდეგობა იტესტება და იმავდროულად იქამდე რის საშუალებასაც საზოგადოება მისცემს, მოდი ესე ვთქვათ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თავარი, რაც აუცილებლად უნდა მოკლა საზოგადოებაში, თუ გინდა იქ დიქტატურა დაამყარო, ეს არის სოლიდარობის განცდა, ეს არის ადამიანის უნარი, რომ საკუთარი ცხოვრება ოდნავ გვერდზე ჩააჩოჩოს და სხვას მიეხმაროს, სხვას დაუდგეს გვერდით და ამისთვის ჩვენ ხედავთ არაერთ ზომას, დაშინებას ძირითადად სახლებში შევარდნებით ჩხრეკით, მაგალითად ჩვენ გქონდა ცოტა ხნის წინ თვეების განმავლობაში შესაძლოა იგივე წარმომადგენლები, რომლებიც ჩხრეკებს ატარებენ როგორც წესი და დანაშაულს დაძდევენ, 5,000 ლარიანი ჯარიმების დასარიგებლად ხალხს ოჯახებში აკითხავდნენ ღამის საათებში, დილის საათებში, ხო? ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის და საბოლოო მიზანი თუ შეაშინეს საზოგადოება, თუ საზოგადოებამ დაკარგა არის საკუთარი სხვის გაჭირვებაზე და სხვის დაჩაგვრაზე რეაგირების უნარი და ამის გულთან ახლოს მიტანის უნარი და მოქმედების უნარი, ბუნებრივია ასეთ საზოგადოებაში უკვე ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება. და ვფიქრობ, ხო, აი ხა, ჩვენ ახლა რომ პატიმრობასაც იყენებს, მაგრამ ნუ თითქოს ის იქნება, რომ ახლა ყველას დაჭერა არ შეუძლია, ყველას დაჭერას ერიდება და ამიტომ შემოიღოს 5,000 ლარიანი ჯარიმები, რომ იქნებ ჯარიმებით ეს ხალხი შევაშინო და აღარ გამოვიდეს ქუჩაში, მაგრამ მე ამ ხალხმა რომ ფონდებმა რომ დაიწყეს, ეს ფონდები რატომ მოხვდათ, ხო? რომ დაიწყეს ფონდებმა ამ ჯარიმების გადახდა ამათ მაგივრად, მიხვდეთ რომ ეს გეგმას ჩაუშლის ეს ხალხი. ფონდები გაჩერებული არის უკვე რამდენი თვის წინ დააყადავეს, ხო? ერთ თვეზე ოდნავ მეტი გავიდა, მგონი უკვე ფონდები დააყადავეს. კი ბატონო, მაგრამ როგორ ხალხს ახერხებენ ამ ხალხის დახმარებას სხვადასხვა გზებით და შესაბამისად ამათი გეგმა რომ მოდი ჯარიმებით გავაჩეროთ ეს ხალხი არ გამოვიდეს ქუჩაში, ჩავარდა სწორედ ამ ხალხის დახმარებით, ვინც ასე აქტიურად ფანდრაიზინგს აწარმოებდა ფულის მოძიებას და მე ამ დახმარებას ამ ადამიანებისთვის. ჩავარდის, ანუ ჯარიმების ნაწილი არასდროს ყოფილა მისი აღსრულება, დაჯარიმების ნაწილი, ამაზეც მივა, მაგრამ დაჯარიმების ნაწილის თავარი დამაშინებელი ეფექტები, რაც ჰქონდა ქართულმა ოცნებამ, ეს გააკეთა და ამას დღემდე აკეთებს. დაჯარიმების ტენდენცია მაგალითად ოდნავ შენელებულია, მათ შორის რასაც ჩვენი დაკვირვებითაც, დაჯარიმებას ჰქონდა მთავარი მიღამი, ერთი თვითონ დაჯარიმების ფაქტი
რომ იცი რომ დაგეკისრა 5, 10, 20, 30, არ ვიცი, რამდენი 1000 ლარის ჯარიმები აქვს ზოგიერთ დაგროვილი. და მეორე ამ ჯარიმების ჩაბარების ტაქტიკები და მასთან ასოცირებული ბევრი სხვა საკითხები. ანუ პოლიცია დილის საათებში გადგება სახლში 6 დანაშაულის გამომძიებელი რაღაცა მიღბებით და ასე შემდეგ იმისთვის რომ ჯარიმა ჩაგაბარონ ოჯახთან ერთად. და ამისი მიზანი ეს არასდროს არ ყოფილა რომ პოსტით ვერ გამოაგზავნიდნენ იმ ჯარიმას. ამის მიზანი იყო მთლიანობაში შეკუმშვა ამ პროტესტის, მაგრამ თვითონ ფონდებს როგორც ასეთი და ბევრს ეგონა სხვა შორის ფონდები რომ დააყადაღეს, რუი ხვალიდან რუსთაველზე აქცია აღარ იქნება, მაგრამ გავიდა ხო თვეები, ერთი თვეზე მეტი გავიდა და ეს აქციები გრძელდება. და ამ დღევანდელი ამ ოპერაციების, არ ვიცი, ეს კომბინირებული მეთოდებით ცდილობენ მოკლედ ეს ყველაფერი გააჩერონ, მაგრამ ერთს რაც უნდა დავაკვირდეთ არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ მსგავსი ეს პრაქტიკები დაიწყო სიამბოლში 2023 წლიდან, ხო? პირველი რუსული კანონი, როდესაც უკან წაიღეს. პირველ რუსულზე კანონზე დაიჭირეს ერთი ადამიანი, იდეალურად შეარჩიეს საზოგადო პროპაგანდისტული მიზნებისთვის მსხვერპლი, დაიჭირეს ერთი ადამიანი ლაზარე. მეორე რუსული კანონის აქციაზე დაიჭირეს დაახლოებით 5 ადამიანი. სისხლის სამართლებრივი წესით ვამბობ. მათ შორის 400 ლარიანი ჯებირს და საქმეს რო ვამბობ, სიამბოლში 400 ლარიც არ იყო, 250 ლარის ღირებულება იყო და 150 ლარის ხელობა დაუმატეს იმისთვის, რომ სისხლის სამართლის საქმე შეეკრათ. საზოგადოებამ ეს ყველაფერი უხეშად რო თქვა, ბჭყალებში რო თქვა, გაუტარა, მოდი, ხო? დატოვა ეს ადამიანები, მიუხედავად რომ სოლიდარულად ედგა გვერდში გარედან, ეს ადამიანები დატოვა. და ბოლოს უკვე 28 ნოემბრის შემდეგ სისხლის სამართლებრივი საქმე აღძრეს 50-ზე მეტი ადამიანის მიმართ და არანაკლებ აბსურდული ბრალდებებით. აქედან გამომდინარე, ამას უნდა შევხედოთ, რომ რაც უფრო მეტს გაუტარებს საზოგადოება, სიამბოლში ეს რეპრესიების ტალღა იზრდება. მაგრამ ამზეთ მეტაკლა ცდილობა ხო აქტიური ადამიანები მას ჩამოაშორონ. აქტიური ადამიანები დღეს არის პრიორიტეტული სამიზნე, მაგრამ რაღაც ეტაპზე, როდესაც აქტიური ადამიანები როგორც ასეთი ჩავთვალოთ, რომ დაამარცხა ოცნებამ და აღარ არსებობენ აქტიური ადამიანები, ასეთ რეჟიმს შეუძლებელია იარსებობს. უკვე ჩვეულებრივი ნაკლებად აქტიური ვიღაცისთვის არის ვიღაცას ვისი მანქანა მოუვა თავში, ვისი ბიზნესი მოუვა თავში, ვისი ცოლი მოუვა თავში. გადახედონ კიდევ ერთხელ ვამბობ საბჭოთა კავშირის ისტორიას. როგორ აგულაკებდა შეიძლება რომ ამ ხელისუფლების მომხრეებს ჯერ კიდევ არ ჯერათ რომ აქეთკენ მივდივარ. დღეს მაგალითად ის ამბობდა ნიკა გვარამია რომ ბელორუსი არ გავხდებითო კი ვიძახითო, მაგრამ უკვე ბელორუსი ვართო. ხო, რამდენად ეთახმებით ამას ერთ-ერთი კითხვა მაქვს და მეორე რატო ვფიქრობთ რომ პროფესორად აი რა უნდა მოხდეს იმისთვის რომ მათმა მომხრეებას დაიჯერონ რომ მართლა აქეთკან მიდის. იმიტომ რომ ელაპარაკებ ქართულს რომ მოიცა რა ბელორუსი, რა რუსეთი, ეგეთი არაფერი მოხდება და ასე იწყნარებენ თავს ამ ხელისუფლების მომხრეები. მე ვფიქრობ ჯერ არ ვართ. მადლობა, იმიტომ რომ ჩვენ თუმცა აქეთკენ რომ მიდის ეს პროცესი და აქვს სურვილი ყოველ შემთხვევაში აქეთკენ წაიყვანონ ეს ცხადზე ცხადია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ ახლა ხშირად არის ხოლმე ამ პროტესტის მიმართ ხო განცდა რომ აი ყოველთვის იმდენი ხალხი არ გამოდის, ხო? ნუ გადაყლას იცი იწვევს ხანახან ადამიანს პირადი საქმეები აქვს, რომ ახლა მეც ხანახან ყოველთვის შევა ვერ ჩავიდე რაღაცა მაქვს სახში გას. ანუ ხანახან ვცდილობ ხოლმე ჩემ გუნდის ტერიტორიასთან ერთად რაღაცა დავამენეჯმენტოთ, რომ ხანი ჩავიდეს, ხანი ჩვენ ჩავიდეთ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ფაქტორიც არის, და გადაყლაც არის. არის ხშირად მოლოდინი, რომ სწრაფი შედეგის მიღწევის და ადამიანებს შოქ ეს განცდა რომ აი მალე უნდა იყოს მიღწეული, ასე ვთქვათ, ესეც იწვევს რაღაცნაირად ფრუსტრაციას და ჩვენ ხშირად ვხსნით, რომ ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა, მე ვერ გეტყვი, ხა როდის დასრულდება, მაგრამ მე ვიცი, რომ ამ პროცესში არ უნდა გაჩერდე. უნდა შეეცადო დრო და ენერგია ისე დაამენეჯმენტო, გადაანაწილო, რომ ნახე შენ პირადი საქმეებიც გააკეთო, იმიტომ რომ ყველა არსებობს, ხო? უნდა იარსებოს, აჯმელი იყიდოს, რაღაცა გააკეთოს და ამავდროულად ამ პროტესტში მუდმივად იყო ჩართული და სოლიდარობა და ერთმანეთში გვერდში ამაზე ძლიერი ინსტრუმენტი ჩვენ არ გაგვაჩნია ნამდვილად. ეხა ძალიან ბევრი აქტივისტთა ჯგუფია, ზოგი ასე ვთქვათ, აგერ პროკავშირების აქ ხა 1 მაისს დაანონსებული არის სხვა ჯგუფები, სხვადასხვა, რომელსაც შეიძლება სხვადასხვა ტაქტიკა და შეხედულებები აქვს და სხვადასხვანაირად უყურებენ ამ პროტესტის ასეთ განვითარებას, მაგრამ მე სულ ვამბობ, რომ კი, პროტესტი უნდა იყოს გაშლილი, მაგრამ რაღაც შემთხვევებში გვჭირდება სრული კონსოლიდაცია. და მე არასოდეს არ მესმის ხოლმე, როცა არის საუბარი, ის უნდა იყოს, ეს არ უნდა იყოს, მე რაღაც მომენტში ვამბობ, რომ ნებისმიერ ისინი სამოქალაქო აქტივისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკური აქტორები რაღაც მომენტში ისეთი კრიტიკული სიტუაციებში ყველას ერთად გომა და სოლიდარობის გამოხატვა და ერთობის ჩვენება, ხო? ეხლა ყველა იმისიც არის ქვეყანა, ჩემიც არის და ასე შემდეგ. ამიტომ რაღაც მომენტში ეს უნდა შევძლოთ ყოველთვის და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი საინტერესო ჯგუფია ახალგაზრდების, კიდე ფორმირდება, იქმნება ხალხი ეძებს გზებს
ასე შემდეგ. და ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ნაწილი შეიძლება ხანახან გადაიღოს, შეიძლება ახალი ჯგუფები ჩნდება და ისინი ცდილობენ ამ პროტესტში ჩართვას. ეხლა ხანს ჰქონდათ ერთ ახალ ჯგუფს რაღაცა ტიპის აქცია და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, ეს ჩვენი უნდა იყოს ეხლა როგორ რაღაცა ის გებრძვის, ცვლის კანონებს, ცვლის ტაქტიკას. შენც უნდა იყო მანევრირებადი, არა მე არ ვარ ხოლმე მომხრე რომ ბაინზამეს პირდაპირ შეეჯახო რაღაცა აქვს ძალა და ცვლის კანონის ისე როგორც უნდა და ხო შეიძლება შეცვალოს ეს კანონი რომ თქვენს რაღაც არ ვიცი ქუჩაში გამოსვლის გამო დაგიჭიროს თუ მომდება ამას გააკეთოს თუ ერთხელ შევედით სახში და აღარ გამოვედით შეიძლება გარეთ მართლა არავინ აღარ მისცეს საშუალება როგორც ეხლა რუსეთში ამიტომ აქვს მნიშვნელობა პროტესტის უწყვეტობას იქ და აი ეს კი მაგრამ მე ხარ ზუსტად ხო ეს რამდენი ჯარიმები შემოიღეს ფონდი გაუქმეს მაგრამ ხალხი ცდილობს მაინც დგას იქ ზოგი ნიღაბს იკეთებს და ნიღაბის გამო ვეღარ აჯარიმებენ და მაინც აკეთებს ხალხი პოულობს გზებს რომ ეს პროტესტი გააგრძელოს მიუხედავად იმისა რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება კონდეს განცდა რაღაც მომენტში რომ იყო ჩვენს გვაქვს რაღაც ბევრი ადამიანი შეიძლება რაღაც მომენტში არ მოდის მაგრამ რაღაც კრიტიკულ სიტუაციებში ეს ხალხი მაინც გროვდება ყოველთვის მაგრამ რომც არ მიდიოდეს იქ ეს პროტესტი არსად არ გამხრალა ეს ხალხი შეიძლება იქ არ დგას იმ მომენტში მაგრამ შენი გულშემატკივარი და ამ პროცესის მონაწილე და საჭირო შემთხვევაში ყოველთვის გადადგავს იმ ნაირს რაც საჭიროა ამიტომ ჩვენ მე ვარ ერთ რამეში დარწმუნებული რომ ჩვენ არ ერთადერთი რაც არ უნდა გავაკეთოთ არ უნდა გავჩერდეთ ხა ჩვენ რას ვაპირებთ ხო ჩვენ ვაპირებთ სხვადასხვა ტიპის აქციების დაგეგმას ეს არის თავშად საპროტესტო ეს არის საინფორმაციო როცა ვსაუბრობთ ჩვენ ხო მაგალითად აი ამ როგორ აუხსნათ ხო იმათ ამომრჩევას ხო საინფორმაციო გზებით ხო ტიკტოკი იქნება სხვა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის რომ ამათ ამორჩეველს ზოგს ნეიტრალურ ამორჩეველსაც ვისაც ვეძახით ასე ვთქვათ ხო ეს არ აქვს ბოლომდე ესე გააზრებული და ასე არ აღიქვამს როგორც თქვენ ასე ტრაგიკულად ამ სიტუაციას როგორც თქვენ რა ერთი რასაც ვეთყოდი ამ ადამიანებს უახლოეს წარსულიდან 2023 წელს როდესაც რუსული კანონი პირველად დაინიცირეს და როდესაც ვამბობდით რომ ეს არის პირველი ნაბიჯი გადადგმული და ამას აუცილებლად მოყვება გარკვეული გარემოებები და მათ შორის ამ სიტუაციაზე რომ ვსაუბრობდით როგორც მაშინ არ წარმოედგინათ ალბათ რომ დღეს აქ იქნებოდა საქართველო იქნებოდა ხელახალი გამოჩენა იმ კანონის იქნებოდა შემდეგ ევროინტეგრაციის ეგრეთ წოდებული დაპაუზება იქნებოდა შუაში ყველაფერი და სადაოც აღარ გახდებოდა რომ ევროკავშირისკენ კი არა ევროკავშირისკენ ნამდვილად აღარ მივდივართ და ეხლა მარტო იმაზე თუ შეიძლება დავა რამდენად ახლოს არის რუსეთი და რამდენად ახლოს არის რუსეთი ჩარეული ამ ოპერაციების მართვაში და რამხელა გავლენა აქვს რუსეთს ქართულ ოცნებაზე როგორც 2023-ში არ წარმოედგინა ალბათ ეს ყველაფერი დღეს საქართველოს აქ იქნებოდა ვარაუდობ რომ აი ამ თვალიდან შეხედოს ამ ჭრილიდან იმიტომ რომ ეს არის გარდაუვალი და რა ვიცი თუ ჩემი არჯერა და ჩვენი არჯერა ეს ჩვენი ვარაუდები დაფუძნებული და დაფუძნებული არის საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე გაეცნოს ნეიტრალურ ინფორმაციას რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე არსებობს ღია წყაროებში როცა ვამბობთ რუსეთს რას გულისხმობთ როცა ვამბობთ ბელარუსს რას გულისხმობთ და როცა ვამბობთ მოვლენების ამგვარ განვითარებას რომ გარდაულად გამოიწვევს იმ შედეგს რასაც ქვია უკვე ძალიან ცუდი სახელმწიფო ჩამოყალიბება თუ საერთოდ საქართველოს სახელმწიფოდ იარსებებს თუ ეს პოლიტიკის განხორციელება მიეცათ ესეც საკე საკითხი იქნება და თუ არც ამის არჯერა და ესეც გადაჭარბებულად მიაჩნიოს მოდი გადახედოს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს აგრეთვე პუტინის განცხადებებს საბჭოთა კავშირის აღდგენასთან დაკავშირებით და რა მიაჩნია საბჭოთა კავშირის უდიდეს შეცდომად მას საბჭოთა კავშირის უდიდეს შეცდომად მიაჩნია ის ფაქტი რომ სახელმწიფოებრიობა შეუნარჩუნეს საბჭოთა კავშირის ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ რესპუბლიკებს. აქედან გამომდინარე თუ ხო, ასე რომ ერთის მხრივ მე მესმის იმ ადამიანის, რომელსაც სურს რომ შვიდად იყოს, სახლში იჯდეს, არ ვიცი, მიხედოს თავის ცხოვრებას და თავის ოჯახს, მაგრამ მას უნდა ესმოდეს, რომ ის რაღაცა 80 კვადრატულ მეტრში სახლის სამსახური ქვეყანაში რა მდგომარეობა იქნება, მასზე ეს გავლენას მოახდენს და თუ ვიღაცა კიდევ რაღაცა მშვიდობის ხათრით არის და რაღაცა ოცნების დაპირებული მშვიდობით, ეგრეთ წოდებული მშვიდობით არის, მზად რო ეს ხვეპლი გაიღოს, რაღაცა ყველაფერი დათმოს, ვითომ მშვიდობის გაგრა და ჩაჯდეს გარკვეული ტიპის გალიაში. გადახედოს, მოდი რუსეთის იმპერიალისტურ ომებს, მათ შორის უკრაინაში და გადახედოს, ვის აგზავნის ხორცსაკებ მანქანებში, როგორც წესი რუსეთი. ეს ხალხი, ვისაც იქ ეწირება პირველ ხაზზე ვინცგან რუსებიდან, როგორც წესი მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან და რაღაცებიდან არასდროს არ არიან. და ისინი ყოველთვის არიან ეგრეთ წოდებული დაჩმორებული რესპუბლიკებიდან, რომელიც ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციაში ვხედავთ. კარგად შეხედოს საკუთარ ისტორიას, მიიღებს გადაწყვეტილებებს და საკუთარ დასკვნებს, დააყრდნობს რაღაც მოკლევადიანი მიზნებით,
რომ რაღაცა ერთი თვე ხელფასი არ მექნება, ბინის ქირა დამიგროვდება გადასახდელი და ასე შემდეგ და ოდნავ საშუალოვადია პერსპექტივაში შეხედოს და წარმოიდგინოს საკუთარი და თავისი ოჯახის პერსპექტივა. კიდევ ერთხელ საჯარო ცოდნაზე, ინფორმაციაზე დაყრდნობით. ხო, ნუ კი ბატონო, მე ჩვენ გვესმის ეს ამბავი, მაგრამ ამ ადამიანები ამის მიტანა მე როგორც ხედავ არის ურთულესი საქმე, აღმოჩნდა, იმიტომ რომ ყველას რაღაც განცდის დონეზე უნდა დაეუფლოს ალბათ, ხო ეს რომ რაღაცები იცვლება კარდინალურად ამ ქვეყანაში და ნუ ხელისუფლება ჩვენ ხედავთ რომ თავისთავად დღემდე ეუბნება რომ არა ევროკავშირისგან მივდივარ და რა რუსეთი და ევროპა ჩემი არჩევანი და დღეს თუ არა 2030-ში იქ ვიქნები და ასე შემდეგ, ანუ ასე ამას პირდებათ ამ ხალხს. ამ ნაწილში ვფიქრობ, სამწუხაროდ უფრო მეტი მუშაობა უნდა ყოფილიყო, განსაკუთრებით რეგიონებში, იმიტომ რომ ნამდვილად აქვს რაღაცნაირად მონოპოლიზებული სივრცე, რეგიონებზე არ მომაქვს, მაგრამ რაღაცა ჯგუფთან მიმართებაში და ამიტომ ეხა მე ვამბობ, რომ არის სხვადასხვა ტიპის პლატფორმები, შესაძლებლობები, როდესაც შეგვიძლია უფრო მეტი კომუნიკაცია ამ ხალხთან. ხო, სხვადასხვა სოციალური, ეს იქნება TikTok-ი, იქნება Instagram-ი, რომ რაღაცნაირად ამ ხალხთან ეს ინფორმაცია მივიტანოთ და მივწოდეთ რა. იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი არის შეცდომაში შეყვანილი, ძალიან არის დაზიანებული ამ პროპაგანდით, იმიტომ რომ 24 საათი რომ უკვე შეუძლებელი ხდება, იმდენად აქვთ ესე ვთქვათ, ეს ინფორმაციული ნაკადები ისეთი დოზით მიდის და ამიტომ ეხლა ჩვენ მეგობრებთან ვცდილობთ რომ სხვადასხვა როგორც ეხლა პროტესტებს გავარდა აი აქედან ველაპარაკებით სხვა პლატფორმები რაღაცნაირად გამოვიყენოთ რომ ეს რაღაცა ბაბლი გავარღვიოთ. ეხლა არის ადამიანების ჯგუფი რომელიც ეხლა კონფორმისტებს ეხლა მე ვერაფერს ვერ ვზამ რომელსაც უბრალოდ მოცემულობა აწყობს და იმისთვის სულ ერთი არა შეიცვლება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ დიდი ნაწილი ესეთი არ არის რა, მაგრამ რაღაც ნაწილი სამწუხაროდ ამ ვინც არის მოკალათებული ამერტაში არიან ესეთების რა, იმას სულ ერთია, იმათ პირადი კეთილდღეობა მთავარი საზომი, მაგრამ ვინც შეცდომაში შეყვანილი და ვინც ეს ნეიტრალური თქვა და ვინც ამ დეზინფორმაციის მსხვერპლია, რაღაცნაირად ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ სხვადასხვა ფორმებით ეს ინფორმაცია მივაწოდოთ. აქამდე რომ უფრო აქტიურად გაკეთებულიყო, შეიძლება უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეს მუშაობა უნდა გაგრძელდეს, ჩვენ გვაქვს ეს შესაძლებლობები, გვაქვს ეს პლატფორმები. დანარჩენი არის ადამიანების უნარებზე, კრეატიულ შესაძლებლობებზე და ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, როგორც პროტესტის გაგრძელებაზე, ესევე მეტი ინფორმაციის, იმიტომ ძალიან ბევრი პოდკასტი, საინტერესო ინფორმაცია, ანუ ძალიან ბევრი ინფორმაცია ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი, რომ რაღაცნაირად უნდა მივიტანოთ იმათთან, ეს რაღაცნაირად უნდა მოხერხდეს აუცილებლად. კი ბატონო, და რამდენად ფიქრობთ, რომ ეს ხელისუფლება შეიძლება წავიდეს დაჭერებზე, თუნდაც ამ ხალხის, ეხლა ვის სახლში შევიდა. ანუ შეიძლება აქამდე მივიდეს თუ როგორც ვამბობთ, აი რაღაც შესაშინებლად კეთდება, რომ ვიღაცებს შეეშინეთ აღარ გამოვიდნენ ქუჩაში და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ როგორც კი, პირველ რიგში უნდა შევხედოთ რა არის მათი მთავარი დამოუკიდებელი, რატომაც ეხლა არ აკეთებენ. პირველ რიგში მათი მთავარი დამოუკიდებელი არის ის ფაქტი, რატომაც ვამბობთ და მე ვეთანხმები ტატოს იმაში, რომ ბელარუსი ჯერ არა ვართ, ოღონდ ამ თვალსაზრისით, რატომაც ბელარუსი არა ვართ. კიდევ ერთხელ საზოგადოება და საზოგადოების წინააღმდეგობაა გადაწყვეტი. თუ პოლიტიკურ კონსოლიდაციას და ძალაუფლების კონსოლიდაციას გააკეთებენ იმგვარად, რომ მათ აღარ ეყოლებათ არანაირი გარე, ანუ საზოგადოების სახით დამაბკოლებელი ან შიდა დამაბკოლებელი და მათ შორის დღემდე არის შიდა დამაბკოლებელი, იმიტომ რომ ბევრი მათ შორის საჯარო მოსამსახურე, რომელიც მათ შორის საპოლიციო ძალების წარმომადგენელი არ არის ყველაფერზე წამსვლელი, მათაც აქვს თავის წითელი ხაზები. და როგორც კი უბრალოდ საკუთარ ძალაუფლებაში პოლიტიკურად იქნებიან უკვე იმ დონეზე, რომ ჩათვლიან, რომ მე შემიძლია დავიჭირო და უნდა გადავიდე უკვე ამ ეტაპზე, რომ დავიწყო დაჭერები, აი მაგალითად ესეთი გადაცემებისთვის, ან ხალხისთვის, რომელიც სამჯერ გავაფრთხილეთ ჯიგურულად, რომ მოდი ეს არ ქნა და აქციაზე არ დადგიან, მოდი ამას ნუ დაწერ და ასე შემდეგ. როგორც კი გადაწყვეტენ, რომ ამისთვის საკმარისი ძალაუფლება გააჩნია და საზოგადოებიდან წინააღმდეგობა აღარ იქნება, კი, ისინი გადავლენ დაჭერებსაც. და კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი დაიწყება სანიმუშოდ ვიღაცების დაჭერის, 1-2 სახელისა და გვარის, რომელიც საზოგადოებაში მათ დისკრედიტაციაზე უკვე ნამუშევარი აქვს პროპაგანდის საშუალებით და მერე უკვე გადავა ეს გავრცელდება ნელ-ნელა და ანუ შეიძლება რეპრესიები კიდევ წინ იყოს, ხო? კი. სტატისტიკას თუ უყურებთ, აქციებზე დაკავებთ, აი წეგან მოვიყვანეთ 1:5:50. ხო, დაახლოებით ესე გაუჭირდება მეტად მოუჭერს ჭანჭიკებს. კი ბატონო. გასაგებია. მადლობა დიდი განაცემაში სტუმრობისთვის. ტატო ქელბაქიანი, ორგანიზაცია პროვინცია პროგრესისთვის გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი დავითური, IDF-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი. მე გემშვიდობთ სულ 1 საათით წყლის ნახევარზე დაგიბრუნდებით განაცემით პოლიტიკური სივრცე, მანამდე კი გიტოვეთ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას.
მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც ვიყურებს ტელეკომპანია პალტრი ნიუსის ეთერით. იცი, როგორც იცით, დღეს რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარდა ჩხრეკა. ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, ხა მოკლედ გეტყვით რა წერია პროკურატურის განცხადებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული ფონდების ხელმძღვანელი პირების ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცკიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკა. უწყების განმარტებით საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის ტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსური მობილიზების ფაქტზე გამოძიებას. აი ესეთი მძიმე, ასე ვთქვათ, მუხლები და ბრალდებები აქვს წაყენებული ამ ადამიანებს, უჯერჯერობით ბრალი მათთვის არ წაუყენებიათ, მაგრამ ამ მუხლებით არის გამოძიება დაწყებული და შესაბამისად, როგორც იცით, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩხრეკა ამ სახლებში. ერთ-ერთი ვის სახლში შევიდნენ არის მარიამ ბაჯელიძე, როგორც გითხარით, ის ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. მარიამ, გამარჯობა, თუ გესმის ჩემი? გამარჯობა, დიახ, გესმის. მარიამ, გამარჯობა და მოგესალმები. აინტერესებს თავს როგორ გრძნობთ ახლა, ვიცი, როგორც ის საავადმყოფოში წახვედით ამ ამბების შემდეგ და რო გითხრათ ორი სიტყვით შეგვიფასოთ ის რაც მოხდა პრინც. დილიდან გამთენის ფაქტობრივად დაიწყო ეს რაღაც საბჭოთა მეთოდებით ტერორი. შემომივარდნენ სახლში პატარა მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. მეუბნებოდნენ, რომ გადაღების უფლება არ მაქვს, ვიყავი სრულიად მარტო. მეუბნებოდნენ, რომ ვერ დაელოდებიან ადვოკატს. და მთავარი ამოცანა მათი იყო, რომ ჩამოერთვათ ჩემთვის ტელეფონი და ამის შემდეგ უკვე როცა მობილური ჩამომართვეს, გადავიდნენ, შეადგინეს ოქმი და გადავიდნენ სახლის ჩხრეკაზე, თუმცა ფაქტია, რომ მათი მთავარი ინტერესი იყო ამ მობილური სამოღება, იმიტომ რომ სახლის ჩხრეკა ეხლა მაგალითად არ ვიცი მე კი უფრო მეტი ენთუზიაზმით გავჩხრეკდი პირობითად რომ ვიყო რომ მისული რომ ვიცოდე რომ რაღაც ამოღება მინდა რამე ინფორმაცია მაქვს ვიდრე თქვათ ეს ადამიანები იქცეოდნენ მათ შორის იპოვეს კომპიუტერიც რომელზეც მკითხეს უთხარი რომ დედაჩემის არის მართლა დედაჩემის არის და საერთოდ არც გამიხსნია და როგორც მე აღმოჩნდა დიდი ხანია ვერც ხსნის დედაჩემიც კი ამ ლეპტოპს რაღაც გაფუჭებული არის დიდხანს იმშელეს წაიღოთ თუ არა ბოლოს შედახსოვდა რომ ესეც უნდა წაიღოთ და დალუქეს და ფაქტობრივად ამოიღეს ხოლმე ეს მობილური და დედაჩემის კუთვნილი კომპიუტერი მეტი არაფერი არ წაუღიათ და არც ვადევნებდი თვალყურს რომ რაღაცა თქვათ არც იმის ინდობა არ მაქვს მათ მიმართ პროკურატურის და შსს და სასამართლოს რომ პირადად რაღაცას არ დადებდნენ ისეთნი სადაც მე არ მეკუთვნოდა და ამიტომ ყველა ოთახში დავყვებოდი და თვითონაც სამფრე კამერა ჩართული ჰქონდათ და ამ მთელ პროცესს იღებდნენ ჩხრეკისას ხო, ანუ თქვენ ამბობთ, რომ თავარი მათი ინტერესისაგან იყო მობილური, როგორც ვიხდით თქვენი. თქვენი მიწელმოწერა ინტერესი. ამისთვის იყვნენ მოსული რეალურად. დიახ, უბრალოდ, უკვე მას შემდეგ, რაც ჩემი სახლიდან წავიდნენ და დასრულდა ჩხრეკა, რამდენიმე საათ დაახლოებით 2 საათში მივიდნენ ჩემს სამსახურში. ამათ უთხარი კიდევაც რაკეთან სამსახურში უნდა წავიდე მეთქი, შეხვედრა მაქვს თქო და საქმე მაქვს მეთქი და მე მართლა მივედი ჩემს სამსახურში, რაღაც ამას დასამალი არაფერი არ არის და მე ასევე რაღაც დროის მერე წამოვედი მარიამ გეკუჩაძესთან სახლთან ჩემი მეგობრი, სადაც ასევე ჩხრეკა მიმდინარეობდა და აი სამსახურში რომ მივიდნენ უთხრეს რომ თქვათ რაღაცა თუ ვიყავი დღეს მისული რაღაც კამერების ჩანაწერების ნახვით იყვნენ დაინტერესებულები და ასე შემდეგ აი შემდგომ უკვე რა ინტერესი ქონდათ არ ვიცი უბრალოდ რაღაც საქმეში უნდა მოენიშნათ რომ სხვა სივრცეშიც ჩატარდა ეს ჩხრეკა თუ ამ მასშტაბის კიდევ უფრო მეტად გაზრდა და ჩვენება რომ აი რაღაც ხდება და თითქოს რომ ეს მართლა იძიებენ და რაიმე საფუძველი მართლა აქვს ამ მუხლებს მაგაში უკვე ვერ ხვდები მათ ლოგიკას ვერ ხსნი რას ეძებენ და რა უნდათ თავად ბრალდებაზე მუხლები რა მუხლებითაც არის აღძრული ხა ჩამოვთვალე დღეს ნახევრად ხუმრობით ვამბობდი რომ საბჭოთა კავშირის დროს ამ მუხლებით მე მგონი ხრეტდნენ 37 წელს ხალხს და აი ამ მუხლებით რა მუხლებითაც არის აღძრული ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ და საერთოდ თუ იცნობთ საქმის მასალებს რა მტკიცებულებები აქვთ რას გედავებიან კონკრეტულად
ვიცი რომ ეს არის ვატო შაქარაშვილის რაღაც ნეიტრალური საქართველოს მიერ წარდგენილი თითქოს რაღაც მათ საფუძველზე დაწყებული გამოძიება საბოტაჟის მუხლით და ასევე უცხოური ძალის გავლენის რაღაც ვერც ვიმახსოვრებ ამ მუხლებს თვითონაც წესიერ არ იცოდნენ მაგრამ როგორც კი ჩაწერა დასრულდა მე აი რაღაც ზედაპირულად მითხრეს და დამიდასტურეს რომ იგივე საქმე რადგან ვატო შაქარაშვილს აქვს წარმოწყებული ვითო ეს რაღაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე შინაარს რა თქმა უნდა არ ვიცნობ იმიტომ რომ ამ საქმეს ბატონომერებ თქვენც კარგად ხვდებით და ალბათ მაყურებელიც რომ არავითარი რაღაც საფუძველი არ გააჩნია არის უბრალოდ ამ ქვეყანაში არსებული მართლა ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებელი ფონდების რომლებიც ეხმარებიან გაჭირებულ ადამიანებს და უსამართლოდ დაჯარიმებულებს მათი დაშინების და ასევე აქტიური მოქალაქეების დაშინების მცდელობა რომ შეწყვიტონ პროტესტი ხმა აღარ ამოიღონ აღარ გააპროტესტონ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და ეს რეჟიმი და დიქტატურა რაც უკვე ჩვენთან დაკანონებული არის და არ ერიდებიან არც პატარა ბავშვს არც ორსულქალს არც არავის მათთვის ან რაღაც მორალური ზღვარი არ არსებობს რისი გადაკვეთაც მათ არ შეუძლიათ ანუ ამაში დღეს დავრწმუნდი იმიტომ რომ ნუ ეს არაფრის გამო ამ ტერორიზმით მოწყობა ადამიანის ცხოვრებაში რაც ჩემთვისაც დაუვიწყარი იქნება და პლუს ჩემი შვილისთვისაც რომელსაც აი რავი რატო უნდა უწევდეს მსგავსი რაღაც გამოცდილების გამოვლა თავის ცხოვრებაში რომ დედამისის ნერვიულობას ესე შეესწროს და საძინებელში მძინარეს უვარდებოდეს 4 ფორმიანი ადამიანი ანუ არ ვიცი ამას სხვა რა გასაგებია და ბოლოს მინდა მაინტერესებს ჩვენს მაყურებლებს და რადიომსმენელებს რომ ახსნა კონკრეტულად შენი ფონდი რა ფონდია რას აკეთებდა ის საიდან ფინანსდებოდა და ასე შემდეგ მე არ ვარ ფონდის წარმომადგენელი, მე ვარ მოძრაობა სირცხვილიას თანადამფუძნებელი. ოღონდ მოძრაობა სირცხვილია ეს კიდევ მნიშვნელოვანი ნაწილი არის, რომ ნოემბრისთან აღარ ფუნქციონირებს საერთოდ, ან ფაქტობრივად ლიკვიდირებული არის ორგანიზაცია და იქამდე პერიოდში, ანუ ჩვენ აქტივისტური მოძრაობა ვიყავით, ანუ რაღაცა აქციებს ვაორგანიზებდით და ოღონდ ეს იყო ანტირუსული და მათ შორის ანტი სამთავრობოც, იმიტომ რომ ქართული ოცნება არის რუსული რეჟიმი, ეს დადასტურებულია უკვე მე მგონი ყველაფრით და ანუ ეს იყო ჩვენი საქმიანობა, ჩვენ არავითარი და დაფინანსება რაც ჰქონდა და მათ შორის ჩვენ საგანმანათლებლო საქმეებსაც ვეწეოდით ხო არჩევნების ნაწილს. ანუ მარიამ, უკაცრავად გაგაწყვეტებ, ანუ თქვენ არ იყავით ჩართული ამ პატიმრების ოჯახების დახმარების და ასე შემდეგ. მაშინ ამ საქმეში რატო გაგიყვანეს თქვენ ამ საქმეში? ჩვენ მოვყევით მოძრაობა სირცხვილია მოყვა ამ ფონდებთან ერთად, ოღონდ ამასაც ლოგიკას ვერ ხსნით ბატონო რატო ვართ საერთოდ ამ ფონდებთან კავშირში, იმიტომ რომ როგორც აღიხსენეთ, ეს ფონდები გააქტიურდნენ თქვათ ამ პატიმრების და სხვა დაჯარიმებულების და დაფინანსებაში არჩევნების შემდგომ პერიოდში, ხო, ნოემბრიდან, როდესაც უკვე ევროკავშირზე უარი თქვა ჩვენმა ქართულმა ოცნებამ და ჩვენ ამ დროს უკვე როგორც მოძრაობა აღარ ფუნქციონირებთ, ანუ არაფერი არ გვფიქსირდება და რატო რა ლოგიკა არის ამის მიღმა? ერთადერთია იმითი ხსნი, რომ ყობახიძე ძალიან გულზე აწევს, რომ 2019 წლის ივნისში, როცა მოძრაობა სირცხვილია მისი გადადგომა მოითხოვა, მართლაც მოუწია, რომ გადამდგარიყო გავრილოვის ღამის შემდეგ და როგორც ჩანს, აი ამ ბოღმას ვერ ინელებს და რაღაცნაირად ცდილობს, რომ დღემდე ეს რაღაც შეგვავიწროოს და დაგვაშინოს და დაგვატეროროს. გასაგებია, მადლობა დიდი მარიამ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მარიამ ბაჯელიძე გვერდებოდა დღეს მის სახლში, ერთ-ერთი იყო ვის სახლში დილით შევიდნენ. მარიამ ფეხმძიმედარი, ახლა როგორც ვიცი კლინიკაში მიდის, თან ყავს პატარა ბავშვი და დილით დაადგნენ სახლში და გაჩხრიკეს სწორედ ამ ბავშვების თანდასწრებით სახლი. თუმცა როგორც ამბობს, სირცხვილია რაღაც ფონდებთან კავშირი განსაკუთრებული არ აქვს. ამიტომ ეს ძალკე თემა არის, რატომ მოხდა ამ საქმეში. საქართველოს პროკურატურის განცხადება გაგაცანით, ამ ფაქტს გამოეხმაურა წინააღმდეგობის პლატფორმა, იცით რომ ეს არის სალომე ზურაბიშვილის პლატფორმა, რომელიც პარტიებთან ერთად არის შექმნილი. ამ განცხადებაში ვკითხულობ წინააღმდეგობის პლატფორმის შეფასებით ეს კიდევ ერთი დადასტურება იმისა, თუ როგორ აწუხებს ქართულ ოცნებას საქართველოს მოქალაქეების პროტესტი და რომ ქართული ოცნების მოქმედების ერთადერთი მოდუსი რეპრესიებია. დღეს რეჟიმის სამართალდამცავი პროპაგანდისტული ამოცანებისთვის 5 სხვადასხვა მოქალაქის სახლში შევარდნენ, რომელთა ნაწილიც იმ სამოქალაქო ფონდებთან არის კავშირში, რომლებიც მოქალაქეების დრაკონულ ჯარიმებთან, სისხლის სამართლების დევნასთან და რეჟიმის სხვა რეპრესიულ ზონებთან გამკლავებაში ეხმარებიან, რომ ნათქვამია ამ განცხადებაში. ასევე განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა
მათ განცხადებაში ნათქვამია, ჩვენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქვემორმა ხელმომწერი წარმომადგენლები ვამბობთ 2025 წლის გმობთ 2025 წლის 29 აპრილის საზოგადოებრივი ფონდების ხელმძღვანელი პირების სახით ჩატარებულ კოორდინირებულ ჩხრეკებს. ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა, ნათქვამია ამ განცხადებაში. დღეს ჩვენი სტუმრები სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან. ტატო ქელბაქიანი, ორგანიზაცია პრევენცია პროგრესისთვის გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი დავითური, IDF-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და მოგებრივია თავარი კითხვა არის ის, როგორ აფასებთ იმას, რაც ხდება. რა ხდება თქვენი გადმოსახედა, რო აღიხსნათ ეს საქმის აღძვრა თვითონ, ეს მუხლები, რას ნიშნავს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ჯერ ჩხრეკით დავიწყოთ. დავიწყოთ თქვენ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მსმენელს. ხო, არა, პრინციპში ხა სხვა შეფასებები რაც მოვისმინეთ ჩვენი კოლეგების, სხვადასხვა წყებების, ჩვენი ორგანიზაციების განცხადებაც იყო. ამას აქ ერთი მთავარი მიზანი ეს არის პირველ რიგში დაშინება, თვითონ არა მარტო ორგანიზაციების წარმომადგენლების, საერთოდ ზოგადად, რომ ფაქტობრივად ამ ქვეყანაში ერთმანეთის დახმარება რაღაცნაირად გახადონ დასჯადი. ფაქტობრივად ეს გამოდის, რომ ის ფონდები, რომლებიც ზოგი ფუნქციონირებს, ზოგი არ ფუნქციონირებს, ხო? ფონდები, რომლებიც ეხმარებოდნენ და მომავალში თუნდაც პიროვნულად ადამიანები ეხმარებოდნენ ერთმანეთს, ამ კუთხით აიძულონ, რომ ეს საქმიანობა შეწყვიტონ, მათ შორის ის ადამიანები, ვინც რაღაცნაირად ცდილობთ, ეხლა მიუხედავად იმისა, ეს ფონდები არ არის ძალიან ჩვენი ერთადერთი თავარი არის სოლიდარობა. ხო, ხანახან რომ დადებს ვიღაცა განცხადებას, იქ ჯარიმის ფულს უგროვებთ, ხანახან რაღაცა კუთხით ანუ ეს არის ამ მთელი პროტესტის თავარი საღრდენი, რომ ჩვენ ერთმანეთს გვერდში უდგავართ და მიუხედავად იმისა, რომ ამ რეპრესიული სისტემა რაღაცნაირად ცდილობს, რომ ეს არხები გადაგვიკეტოს, ჩვენ ვცდილობთ, რომ სხვადასხვა გზები მოვძებნოთ. ამისთვის არის გარდა ამისა პროპაგანდისტული მიზნებისთვის, ხო, თვითონ როგორ ფუთავენ, ხო, ეხლა ჯერ მარტო განცხადებას როცა იკითხავ, აი თქვენი საუბრობდი და თქვენი სტატუსის ნახე, რომ რაღაცა შემზარავი იმას ქმნის, რომ ეგუნება რაღაცა საოცარება ხდება. მე ამას როგორ ფუთავენ, ეხლა ნანუკა ჟონჟოლენს იმას ნახე, რომ რაღაც მოძალადობრივი იმის აქვია იმის ჩხრეკა ჩატარდა და სადღაცა ის საბჭოთა ბოლშევიკურ სტილში და ბოლშევიკურ სტილში იყო იქ შევარდნაც. ხო, დილაუთენია რომ მივარდები ცირეწლოვან ბავშვებთან და თვითონ ეს რაღაცა ფორმა ამისი, აი ამის გამოხატულება და მე ამ ყველაფრის რომ მე რაღაცნაირად მიწოდება იმ სეგმენტისთვის, ვისაც ეს გადის და ცალკე მე ვფიქრობ, კიდე არის თვითონ დღის წესრიგი შექმნაც. ხო, მთელი დღის განმავლობაში ამ კუთხით საინფორმაციო სივრცესაც იკავებენ, სხვა თემებზე აღარ ხდება საუბარი და რაღაცნაირად გვინდა არ გვინდა ამ რეჟიმში ვართ რეაგირების პროცესში და ამავდროულად ეხა შეუძლებელია თქვა, რომ ეს ადამიანებზე გავლენას არ მოახდენს. ხო, ცხადი რაღაცა დახტეს და ამაზე პასუხი რა უნდა იყოს, იმიტომ რომ ეხა მე დეტალებში პროკურატურა რა მოხლეთის აქვს, აი იმდენად უნიშნელოა, იმიტომ რომ საიდანაც უნდა, რასაც უნდა ისენაირად შეფუთავენ და ისე ხა მეც იურისტი ვარ, გეოგიზა ხა სამართლებრივი შეფასება უკვე რთული ხდება ამ დროს, იმიტომ რომ ამისგან გასულია და ამ სამართლებრივ ნორმებს რაღაცა პროპაგანდისტული მიზნებით იყენებენ თავიდანვე როგორ შეფუთონ რა. ერთადერთი ჩვენ რაც გვააგდა დარჩენია ჩვენ ვიღოთ იმისა, რომ ცდილობს ეს რეჟიმი შევიწროება, ჩვენ საქმიანობას გავაგრძელებთ იმ რესურსებით, რაც გაგვაჩნია და შევეცდებით მომავალში სხვადასხვა წყაროებით პირადი ადამიანი, მეც მაგალითად პირადი ადამიანური რესურსებით, სანამ შემიძლია კომპიუტერი მქონდეს, ინტერნეტი მქონდეს და რაღაცა ჩემი საქმიანობა ვაკეთო, მუდმივად შევეცდები ამ ფარგლებში რაღაცები ვაკეთო და დანარჩენი შევეცდებით კიდევ ერთმანეთში გვერდში დგომით სოლიდარობით რაღაცა. კი ბატონო. ასე თქვა ერთმანეთს ვიდრე გიორგისთან გადავალ, კიდევ ერთი ჩართვა გვაქვს მარიამ გეგუჩაძე, ნანუკა ჟორჟოლიანიშვილი ჩაგვერთვება. მარიამ გამარჯობა. მარიამი თავადაც აქტიურად ამ პროტესტში არის ჩართული და აქტივისტია და შესაბამისად დღესაც ის იქ იყო შეესწრო ამ ყველაფერს რაც ხდებოდა. მარიამ ორიოდე სიტყვით რო გვითხრა შენი შეფასება დღევანდელი დღის. ნაპატიეთ ერთი წამით ეხავე ჩავრთავ. კი ბატონო. გოდიში გაჭედა ტელეფონმა. Ну, იცით რა არის შეფასებითი ნაწილი ძალიან მიჭირს, შემიძლია რომ უფრო ფაქტობრივად მოუყვე, ამ შემთხვევაში მარიამ ბაჯელიძესთანაც ვიმყოფებოდი სახლთან, ჩემ სახლში არა, ბიძა ჩემის სახლში, სადაც შევიდნენ ჩემი ტელეფონის და კომპიუტერის მოსაძებნად, მე მაპატიეთ, სადაც შევიდნენ ჩემი კომპიუტერის და ტელეფონის მოსაძებნად, ბიძა ჩემის სახლთან, სახლში. შემდეგ როდესაც ჩემი ნივთები ვერ იპოვეს, იმიტომ რომ მე იქ არ ვცხოვრობ უბრალოდ, ბიძა ჩემის ტელეფონი მაინც წაიღეს და ნანუკასთან 7 საათი მიმდინარეობდა ჩხრეკა.
რაც არ ვიცი, რაც სასაცილოა თქო, თელ დღეაც ამ სიტყვას ვგვარავს სასაცილოა, იმიტომ რომ რაც იმდენად აბსურდია ყველაფერი, რაც ხდება გარშემო, რომ მიჭირს ძალიან რაც შეფასების გაკეთება. ხო, მესმის, მაგრამ მთავარი მიზანი რა არის შენი აზრით ამ ყველაფერს? ისიც რა არის ამ შემთხვევაში, აი მაგალითად მარიამ ბაჯელიძის სახლში შეშვა, იმიტომ მე დილით მარიამ ბაჯელიძემ დამირეკა, გამაგებინე რომ მის სახლში შევიდნენ. სირცხვილეაში, ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ სირცხვილე არის გაუქმებული ორგანიზაცია, რომელიც არ ფუნქციონირებს, შესაბამისად, რამდენადაც სხვა ორგანიზაციების საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდნენ, სირცხვილე ორგანიზაციულად აღარ ფუნქციონირებს. და ამ ორგანიზაციაში ვიყავით ძალიან ბევრი წევრი. ის ფაქტი, რომ მაინც და მაინც შევიდნენ 7 თვის ორსულ მარიამ ბაჯელიძესთან, რომლის სახლში იმყოფებოდა მისი 7 წლის შვილი, და მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მეტი არავის სახლში არ იყო. რა თქმა უნდა, ეს არის იმისთვის, რომ შემდეგ ყველა სახლში მდგომა ადამიანმა, რომელიც ქართული ოცნების წინააღმდეგ იღებს ხმას, რომ მოხდა სახლში ყავს შვილი, ეს ყველაფერი კარგად დაინახოს და შეეშინდეს, რომ საკუთარ შვილებსაც არ მიაყენონ სტრესი ქართული ოცნების ხელით მათი აქტიურობიდან გამომდინარე. მარიამ ბაჯელიძესთან შესვლა იყო სწორედ რაც ამ მიზნით დაგეგმილი. შესაბამისად, შევიდნენ სხვა ფონდების ყველას დამფუძნებელთანაც დღეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნო ის ფაქტი, რომ თემურ ხათამაძეს ქვეყნიდან ადეპორტებენ და მართლა წარმოუდგენლად მძიმე ფაქტია, იმიტომ რომ თვითონ ვერც ერთი ახლოს ვერ მივლენ თემურ ხათამაძესთან ვერც ქართველობით და ვერც ამ ქვეყნის სიყვარულით და ვერც ამ ქვეყნის ღირსების დაცვით. ჭიათურაში 4 ადამიანი დაიჭირეს, აქედან 2 ადამიანმა შიმშობა გამოაცხადა, მოკლედ გადატვირთული დღეა დღეს რაც არის. კი ბატონო, გასაგებია ხომ ესის მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობის. მადლობა თქვენ. ეს მარიამ გეგუჩაძე, ნანუკა ჟორჟალიანშვილი და აქტივისტი, ამ პროტესტის აქტიური მონაწილე გვერდთვებოდა. შეგახსენებთ, რომ დღეს ჩატარდა ჩხრეკა რამდენიმე ადამიანის ოჯახში დილიდან მათთან შევიდნენ და ჩაატარეს ეს ჩხრეკა, როგორც თავთამოვე ძირითადად მობილურები ამოიღეს. შეგახსენებთ, ჩვენთან სტუდიაში არის დატო ქელბაქიანი და გიორგი დავითური, გიორგისთან გადავალ ახლა. გიორგი, შენი შეფასებაც ამ ყველაფერთან დაკავშირებით როგორი? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში საკმაოდ რთულია სამართლებრივი შეფასების გაკეთება იმ მარტივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ ჩვენი აზრით ეს სამართლებრივი ღონისძიება საერთოდ არ იყო, სამართალი აქ უფრო მეტად ინსტრუმენტად იყო გამოყენებული გარკვეული საინფორმაციო პროპაგანდისტული ოპერაციისთვის. ამ აღნიშნულზე მიუთითებს რამდენიმე გარემოება, მათ შორის ის, რომ განჩინებები გაცემული არის 2 აპრილს, 27 დღე არის გასული და სახლებიდან წაღებული აქვთ მხოლოდ ტელეფონები და მოკლედ საკომუნიკაციო საშუალებები. 27 დღის განმავლობაში ტელეფონის და საკომუნიკაციო საშუალებების წაღება თუ გინდა, მოახერხებ როგორღაც ისე ადამიანი, რომ ორსულ ადამიანს არ შეუვარდეთ გამთენიისას მცირეწლოვან ბავშვთან ერთად და ახლა ამბავი არ ატეხო მარტივად რო თქვა. თუ რა თქმა უნდა ამბის ატეხვა არ არის შენი მიზანი და ამ დრომდე ყველაფერი მიუთითებს, რომ ამბის ატეხვა არის მიზანი. პროპაგანდისტულად და ეს რამდენიმე მიზეზით არის საჭირო, ალბათ როგორც ხედავთ, პირველი ეს არის შეშინება, იმიტომ რომ კანონების და ნორმატიულ სივრცეში ჩვენი კანონმდებლობა უკვე ძალიან წააგავს ავტოკრატია და ფაქტობრივად შეგვიძლია ნორმატიულ დონეზე საქართველოში კი ბატონო გაფორმებული არის უკვე დიქტატორული კანონები, ამ ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებული ქართული ოცნების, მაგრამ საზოგადოებაში დიქტატურა ჯერ არ არის გაფორმებული, ეს თვითონაც კარგად იციან და აქედან გამომდინარე მიზანი არის საზოგადოების დაშინება, ფართო საზოგადოების ოღონდ და ფართო საზოგადოების დაშინება იმ ინდივიდების, იმ ინდივიდუალური ტერორის ხარჯზე და ამ ტერორის მაქსიმალური გაპიარების ხარჯზე. ორ შემთხვევაში ეს იკვეთება ამ დრომდე, რაც შეგვიძლია კიდე დავამატოთ, ხო სამართლებრივად ეს არანაირ ჭრილში არ ჯდება, არც სამართლებრივი პერსპექტივიდან, არც ოპერაციული პერსპექტივიდან, საერთოდ არანაირ ჭრილში არ ჯდება, თვითონ ეს ამ საქმეს რაც შეეხება კიდევ ყველა ადამიანს ფიქრობ, არ ვიცი, საშუალო განათლება, საშუალო საქართველოში ბევრს აქვს მიღებული, გადახედონ საბჭოთა კავშირის ისტორიას და გადახედონ იმ ბრალს, რომელსაც უყენებდნენ როგორც წესი იმ ადამიანებს, რომელიც მიუღებელი იყო რუსეთის რეჟიმისთვის და ზოგადად საბჭოთა კავშირისთვის. ეს როგორც წესი იყო საზღვარგარეთ ქვეყნებთან თანამშრომლობა, ეს როგორც წესი იყო რაღაც მტრული საქმიანობის განხორციელება და პროკურატურის ტექსტს თუ წაიკითხავთ, ამას ძალიან წააგავს.
და ამიტომ თქვი რა მუხლებით სამშობლო კავშირს დახვეტავდა რა. სინამდვილეში ეს არის ყველაფერი არის პროპაგანდისტული ნაწილი, სადაც საზოგადოებაში უნდა შექმნან საზოგადოების გარკვეულ ნაწილში უნდა შეაშინონ და მეორე დანარჩენ ნაწილში უნდა შექმნან განცდა, რომ ისინი არ ვიცი, უნდა გაამართლონ რაღაცნაირად ვიღაცების დუმილი ან ვიღაცების არასწორი მოქმედება, არ ვიცი, პატიმრის ოჯახისთვის ნებისმიერი ვისაც პატიმარი მეგობარი დაუპატიმრებიათ ვიღაცისი ან არ ვიცი ვიღაცა არასწორად დაუპატიმრებიათ მისთვის დახმარება, მისი ოჯახისთვის დახმარება საქართველოში თუ საბოტაჟი არის, რა ვიცი, ჩემი თავი ენაცვალოს ესეთ ადამიანს, ვინც ესე ფიქრობს. მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი ამ ნაწილზე. პროკურატურის ბრალს თუ წავიკითხოთ, სინამდვილეში ეს ვატო შაქარაშვილის საქმის რაც ეძახიან, სუსი ამას ძალიან დიდი ხანია ხარშავს. სუსი, რა ვიცი, თუ შევხედავთ 4-ჯერ გამოაცხადა ამ გამოძიების ეგრეთ წოდებული მიმდინარეობის თაობაზე, ახლა რასაც ხედავთ, უბრალოდ ეს არის ამ საქმის გადასროლა, რისთვისაც გამოყენებული იქნა სავარაუდო სწორედ ეს ვატო შაქარაშვილის საქმის რაც ეძახიან. სწორედ ეს ადამიანი გადაისროლეს პროკურატურას უკვე გამოაქვს ეს დღის სინათლეზე და იყენებს ამ ფართო საზოგადოების შეშინებისთვის და მთლიანობაში კიდევ ერთხელ საბოლოო მიზანი ამისი არის ინდივიდუალური ტერორის გზით ფართო საზოგადოების შეშინება, საზოგადოების ინდივიდუალური წევრების შეშინება და ეს მსგავსი საჯარო ღონისძიებები არის მხოლოდ ერთ-ერთი შეზღუდული ფორმა. ამას აქვს თავისი ნაკლებად ცნობილი ფორმები, ისევე როგორც სხვადასხვა ასპექტები და ესეც ამ თვალსაზრისით უნდა შევაფასოთ ალბათ. დღეს დადესაგებ ახსენე კიდეც ის ოქმები და ტიციან დავიძის სასამართლოს ოქმიდან სამონაწერი ბრალდების ოქმიდან ხილებულია ტერორისტულ დივერსიული მავნებლური ჯაშუშური ორგანიზაციები, რომელთა მიზანი იყო ხელისუფლების დამხობა ერთ-ერთი კაპიტალისტური სახელმწიფოს პროტექტორობით, საფრანგეთის სასარგებლოდ. ეს არის ტიციან დავიძის ბრალი და დაახლოებით იგივე ბრალი აქვს. ეხლა ეს არის დღევანდელი ბრალდება. საქმე ხება უცხოეთის ორგანიზაციისთვის ტრულ საქმეებში დახმარებას და ასე შემდეგ. ფაქტობრივად ეს ბრალდება იდენტურია, უბრალოდ სასჯელია სხვადასხვა. მე დღეს ვიხუმრე, ხა დახვრეტა არ არის, იმიტომ რომ ევროსაბჭოს რო შევდიოდით, მაშინ მოგთხოვეს დახვრეტის გამოქვეყნება და თუ გამოგვაგდეს ევროსაბჭოდან შეიძლება არ ვიცი. შეიძლება ეს მუხლის დააბრუნოს ამ ხელისუფლებამ, არაფერს აღარ გამოურიცხავთ. თქვენ რას ფიქრობთ? დატო, რამდენად შეიძლება დაშინების მექანიზმია ვამბობთ და რამდენად ეფექტურია ეს ყველაფერი? ხო, ნუ სამწუხაროდ ახლა რაღაცა ჯგუფს ადამიანებს რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მოქმედებს. მთლიანად ჩვენ უნდა ვაღიაროთ ერთ საკითხი, რომ ეს პროპაგანდისტული ნაწილი და ის თავისი მსმენელი ვინც ყავს, ანუ ცალკე ბაბლი დავარქვათ, ხო, ძალიან აქვთ მონოპოლიზებული და სამწუხაროდ ადამიანების გარკვეული ჯგუფი ისი არის დამუშავებული, ანუ twin-ის გამორიცხვას რო ეძახიან წლების განმავლობაში, რომ შესაძლებელია ნებისმიერ ტიპის ინფორმაცია ესე მარტივად მიიღონ და ზუსტად მაგ იმაზე არის გათვლილი, რაღაც თვითონ ამ თავიანთ, ასე ვთქვათ, ცირე ჯგუფის ამომრჩეველი ვინც ყავთ და ცალკე მესეჯის გაშვება საზოგადოებაში, ზუსტად ეხლა როცა საუბრობთ, რომ ესე იგი ფეხბურთზე ხალხთან ცირეწლოვან ბავშვთან ერთად შედიხარ დილის 7 საათზე და თან იცი რომ ის ფონდი გაუქმებულია, ის ორგანიზაცია აღარ ფუნქციონირებს, ერთადერთი მიზანია რომ აი ნახე მე მას ვაკეთებ, სხვაებიც ახართ ესეთი დაუცველი. ანუ ეს მესეჯის გაშვებაა, რომ შიში იყოს დათესილი და ცალკე მე ვფიქრობ თლიანად საინფორმაციო, ანუ დღის წესრიგი შექმნასაც ვამბობ, რომ შენ რაღაცა პრობლემებზე როცა საუბრობ, მუდმივად აქ ხომე რაღაცა თემას წამოწევს და მე ამის გარშემო ხდება ხოლმე დისკუსია. ამიტომ ეს დაშინება არის მცდელობა და ამიტომაც ჩვენ ახლა ამაზე პასუხია ხოლმე, რომ რა თქმა უნდა, ისევ მეტი სოლიდარობა, მეტი ერთმანეთში გორჩი დგომა და პროტესტის გაგრძელება, იმიტომ რომ ეს სწორად ითქვა, რომ ეხა ეს არის პროცესი, როდესაც არის ცდელობა ავტორიტარიზმისგან დიქტატურისგან გადახვიდე. ეს ტრანსფორმაციის პროცესია. ის რომ ჯერ დიქტატურა არ არის, იმის აქ რომ ზივართ, ეხლა ჩვენ დასაუბრობთ ჯერჯერობით, ანუ ეს სივრცეები არსებობს. თორე ეს სივრცეები თუ ამოიქოლა ის პროტესტი აღარ იყო ქუჩაში ტელევიზია გაუქმდა. ხო, ერთ ტელევიზია გაუქმდა, ის ქუჩაში ვიღარ და ეს არის რაც განასხვავებს ავტორიტარიზმსა და დიქტატურას შორის და ეს ჩვენი ჯერ კიდევ სერიოზული კაპიტალია და ეს ჩვენ ეს სივრცეები, მედია, სივრცე, სოციალური მედია, ქუჩის პროტესტი, ეს გავაათმაგო და ბოლო მთელი ენერგია ამაში უნდა გადავიტანოთ, იმიტომ რომ სხვანაირად ეს შეუძლებელია და დამატებით ამით ვიმუშაოთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ კიდევ გაძლიერდეს გარე ზეწოლა, რომ შიდა და გარე ზეწოლით რაღაცა ნაბიჯებზე წავიდეს ეს რეჟიმი, იმიტომ რომ ეს რეჟიმი ესეთი ტიპის ნაბიჯებს კიდე გადადგავს. სხვადასხვა ტიპის манипуляციური, სხვადასხვა ტიპის, იმიტომ რომ ეგეთი ტიპის გამოძიებები რამდენი გვინახია, ხო, ძველი დაწყებული საბრძოლო დაძდევდნენ და ასე შემდეგ. ანუ ბევრი მსგავსი ტიპის რაღაცები თითქოს არ მიყავდა, ხო, ბოლომდე არასდროს დაიწყებდნენ რაღაცა გადატრიალება, საბოტაჟი
საოცარი რაღაც ის დგან, ამოცა მაგათ არჩევნების წინ განსაკუთრებით. ხო, მოკლევადიანება ხა გარეჯი საქართველოს მე ყველას დავისწან. ანუ მოკლევადიან ამოცანები აქვს, თუ რაღაცა ტიპი დაზაფრონ, საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ, თორე ეს შეიძლება სულ შემოდონ და მე საერთოდ დაივიწყონ, მე სხვა ახალი რაღაცა მოიფიქრონ და აი ესე იციან შემოგდება და თვითონ საზოგადოების ესე დეზორგანიზება, დაშინება, დაბნევა და ასე შემდეგ და ჩვენი ამოცანა რა, ჩვენ ეხა მივხვდეთ ყველაფერს და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას ისევე როგორც ვაგრძელებდით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პროტესტის გაგრძელება და ჩვენ დღეს ეს რიგში ამ კუთხით არაფერი არ იცვლება და ეს უნდა გაითავისოს ყველა, იმიტომ რომ ჩვენ თუ გავჩერდით და ეს პროტესტი გაჩერდა, რეპრესიები გაათმაგდება. ეს არის მონაგონი ჯერ კიდევ რაც ახლა ხდება, ამიტომ რაც გვაქვს ის ანუ ადრე როგორც აჩერებდნენ საქმეს, ისე შეიძლება აღარ გააჩერონ, ხო? ნუ არ ვიცით, ეხლა იცი რა ძნელია პროგნოზირება იმისა, ეხლა რას იზამენ ეხლა ესენი, ხო, მაგრამ მე ვიცი ის რომ ერთადერთი რაც არის ერთადერთი რაც არჩელებს ამ რეჟიმს რომ კიდევ უფრო ძალიან ბრუტალურ ნაბიჯებზე გადადეს, ეს არის პროტესტი და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ჯერ კიდევ უჭირავს რაღაცა სივრცეები. და ეს არის ჩვენი გვესმოდეს იმხელა კაპიტალი, რომ ესეც თუ ამოიქოლა, მე უკვე უბრალოდ ხმას ვეღარ მიეწვენ და ინფორმაციას ვეღარ გავაცილებ ადამიანთან რაღაცა მიიტანო და ეს ამხელა პრობლემა იქნება. წარმოვიდგინოთ თუ წარმოვიდგინეთ რა გვინდა გავიხედოთ ჩრდილოეთში, რა ვიცი ხა მეტი მაგალითი რა გვინდა, ხო და დაახლოებით იმავე playbook-ს მიყვებიან დაახლოებით. და მაგრამ ეს დამოკიდებულია ჩვენ როგორ წინააღმდეგობას გავუწევთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ რომ მოხდა იგივე არ გამეორდება. თუ რა უნდა გააკეთოთ სამოქალაქო სექტორმა, აქტივისტებმა, საზოგადოებრივ აქტიურმა ნაწილმა ამ საზოგადოების რეკლამის შედეგი ისაუბროთ, რეკლამა გვაქვს და დავბრუნდებით ეთერში.